საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ წარმოვიდგენთ იმ ჯგუფს, სამეცნიერო ჯგუფს, რომელთაც აქვს ძალიან კვალიფიციური განათლება, პროფესიონალი მეცნიერები, ჩვენ 28 ადამიანს წარმოვიდგენთ ასის აკადემიიდან, აქ გახლავთ პროფესორი, სრული პროფესორი ტექნიკური უნივერსიტეტისა ბატონი გელა ყიფიანი, სრული პროფესორი სეტეუსი ხალბატონი მარინა კუდაძე, დოქტორი ეკონომიკის ხალბატონი თამარა სანიშვილი, ხალბატონი ნინო საუბაძე, ხალბატონი ნატალი კიკიხაშვილი, ხალბატონი დანა სოლომონია ფაზის აკადემიის ერთ-ერთი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ხარისხის წარმომადგენელი, მისი უფროსი, ხალბატონი ელინა ქრისტესიაშვილი, პროფესორი ტექნიკური უნივერსიტეტის, ხალბატონი ანა დავატაძე, პროფესორი ტექნიკური უნივერსიტეტისა, ხალბატონი ციური ბერიძე, პედაგოგი ფილოლოგი, ხალბატონი ქეთემან დოდერძიშვილი, ერთ-ერთი ცნობილი პროფესორი და ჩვენ ძალიან გვჭირდება ასეთი პროფესიონალები ტოპონიმიაში და ეს ოჯახს წარმოადგენს ალექსანდრე კონტის ოჯახს, ძალიან ცნობილი მეცნიერისა, ხალბატონი ციური განუჩა, ძალიან კარგი ადამიანი და ყველანაირად ჩვენს ხელოვნების მიმართულებას ხელმძღვანელობს, ბატონი მოკლედ ყველას აიცინა ძალიან ბატონი ოთარშოვია და სხვები ყველანი ჩვენ ეს ძალიან წარმომადგენლობით ვართ, რომ ხალბატონი დაიჯანი ჩვენი საზოგადოებრივი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელია, გარჯერ პარაცელია, ხალბატონი ეკა ინკარდოზია საუბრობდი ფაზის აკადემიისა, გამომჩა ჩვენი კოლეგები, ბატონი მამუკა ჭადურაია, პროფესორი ტექნიკური უნივერსიტეტის და ასევე თესეუსი, ვაჟებშაველას კაბინეტის კურატორი, სადაც ვაჟებშაველა ბოლო დღეს იყო თესეუსში კაბინეტში ბუზოვია გახსნილი ფიგურა, მან ვახტანგ ოლბაია, ყველამიცის პროფესორი, ისა პოლიტიკოსი, ასე რომ კიდევ ვინ არის ბატონი კვაზავა, პროფესორი და თემო კალიჩავა, ისტორიკოსი ირაკლი ლატარაია და ბატონი ხაშილაძე, მე მგონი ყველა ვთქვით. აქ არიან ბატონი თენგიზი ესებუა, ჩვენი ძელი ხალბატონი ნათელა ჯუშია, ბატონი კობა გოზავა ვთქვით და ლაშა გვასალია. შემოგვიერთდება. და ასევე ველოდები გია ჩიჩონაირი. აი ეს არის მთელი ფაზის აკადემიის წარმომადგენლობა, რომლში რომ არის ფართოდ ლაპარაკობ, აღიქესებუა, ბატონი აღიქესებუა, მოკლედ ძვირფასებო, მე თუ არის საშუალება დროისა, გადავიდე ძალიან პრობლემატიკურ სახეზე, ფაზის აკადემია როდისაა დაფუძნებული, ჩვენ არ ვიცოდით და სავარაუდოდ ქართული მეცნიერება ამბობდა, რომ მესამე-მეოთხე საუკუნეში ესაუბარი იყო ქემისტრის ცნობილი სიკვდიდან 350 წელი დაახლოებით, ქემისტრის ცნობილი ფილოსოფოსი იყო და ის ასევე იყო 6 ბიზანტიის იმპერატორის შერედი, კონსტანტინოპოლის პრეფექტი, სენატორი და ასეთი ადამიანი, რომელიც განათლებას მიიღებს და ასევე ასახელებს ამ ცნობილ ტექსტში მამამის ცნობილ პროფესორ ფილოსოფოს, იმას უწოდებთ ევგენიოს და ჩვენ ამ საკითხებს წარმოგვიდგენთ, რომ ძალიან ხაზგასმა იყოს იმაზე, რომ ეს უნივერსიტეტებს განსაკუთრებით სუგდიდის უნივერსიტეტს აქვს ამისი მე მგონი ტრადიციის გაგრძელების საშუალება, ასეთი უნივერსიტეტები ხოჭი არ არის და არც რეგიონში მეტი არ არის, ამიტომ თქვენ უნდა ითქვით, რომ უმაღლეს სასწავლებელი იყო. ამ უმაღლეს სასწავლებელს მე დოკუმენტებსაც მოვიდა, ყურადღებას ამახვილებს მარგარიტა ტეტჩერის როცა საქართველოში ჩამოდის. ანუ ყველა პოლიტიკური პიროვნებები, ვინც მაშინ ჩამოვიდა საქართველოში, ყველასთვის ეს ცნობილია და ჩვენ საქანათოდ უნდა ხალ დაუჭეროთ იმ ძველი წარსული ისტორიის აღდგენას. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, მაგრამ აუხრივ ფაზის აკადემიის ხარდაჭერა, თანადგომა, ტრადიციების გაგრძელება მე მგონი უნდა ითქვას ზოგადად
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, რომ გადაგიხადოთ, რომ მაშინ სანამ მოხსენების გადაწყვეტა ხდება, მოკლედ ეს ამოცანა იქნება ჩვენს წინაშე. ჩვენ მოიხსენება, რომ საშუალება იყო იმისა, რომ რამდენი მსოფლიოს დახურულ ფონდებში მე თავად ყოფილიყავი. ძირითადად ეს დოკუმენტები ამოღებულია ვატიკანის დახურული ფონდიდან, ამერიკის მორგანის ბიბლიოთეკისა და მუზეუმიდან ამას დავასახელებ და ინგლისში არის რამდენიმე ორგანიზაცია, სადაც ჩვენს შესახებ დიდი დოკუმენტები ინახება. ჩვენ ცდომა არ აქვს ქართული მეცნიერების ეს რა თქმა უნდა ჩემი პირადი ნაცნობობა შესაძლებლობა მოხდა. ეხლა ვატიკანში მოკლედ რომ ვთქვათ, ხელშეკრულებაც კი არის დადებული ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ნაშრომს, მაგრამ მაინც იქ ვერ შეხვდება ამ დოკუმენტაციის გაცნობა. აქ იყო პირადი ნაცნობობა, მაშინ წინა პაპის ჩვენ წარმომადგენელი ელჩი მოადგილე წინა პაპს უშუალოდ იცოდა და მას ხოვე ამ კაცს, რომ პაპისთვის გადაეცა ეს ფერი მოსაზრება და სანამ პაპი არ დაწერდა თანხმობის წერტის უფლება არ იყო ამ მუზეუმის დახურულ ფონდში დასვა და ეს მოხდა ერთ დღეში. ან პირდაპირ ერთ დღეში მოხდა ამისი განხორციელება და მეორე დღეს უკვე მე ვიყავი ამ დახურულ ფონდში. დახურულ ფონდში ძალიან ბევრი მასალა იყო. ფაქტობრივად ის საშუალება ჰქონდა, რომ მთლიანად განვითარებინა, ამიტომ მოვითხოვე მეორე წინადადებით შევედი. მაშინ მიმდინარეობდა 2013 წელს პირველი პერიოდი ძველი წიგნების ციკლიზაცია. და მეორე წინადადება ვითხოვე, რომ რასაც ციკლიზაციას გააკეთებ, ჩვენს პირადი რეპორტაჟზე ეს წიგნები ჩავიდა. მოხდა 3000-მდე ეს ძველი წიგნები, რომელიც საერთოდ არ არის აღსული, გადაფუსული, დიდი განმავლობაში, მაგალითად ერთი არის საინტერნეტო დაკავშირებული საფლავის ქვა არისტოტელეს მიაკუთვნებენ. ეს ტექსტი ინიციან შეიძლება, მაგრამ ორიგინალი, რომელიც 1566 წელს არის ვატიკანში გამოცემული, უფლება ამ წიგნისა, რომანტაზების ამის უფლება, ამიტომ როცა ცივილიზაცია მოხდა, ჩვენ ვთქვა, გვაქვს უკვე ბევრი მასალა და მე შეიძლება დავამუშავეთ 10 წელზე მეტი იყო ამ მასალების დამუშავება. ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ ვუბრუნდებით ბევრი სხვადასხვა საკითხები გვაქვს ჩვენ გამოკვლევები, მაგრამ ამჯერად გვაქვს ხაზისის აკადემიის დამფუძნებელზე ვინ იყო დამფუძნებელი და საერთოდ ვინ იყო ეს პიროვნება, რომელიც ისტორიამ ჩვენ დროთა განმავლობით რაღაცა პროცესებიდან გამომდინარე ეს ადამიანი დაიკარგა. დაკარგული ასე არ არის, მაგრამ ჩვენთვის არ არის ზოგადად ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ ქართულმა მეცნიერებმა ის არ იცოდა. პლატონის ენას ჰქონდა აღწერილი, კირილ მეორე საერთაშორისო პატრიარქს ჩვენსაც ასევე ჰქონდა სხვა საქმეებს ჩვენებსაც, მაგრამ ფაქტობრივად არ იყო ეს პიროვნება ჩვენთვის ცნობილი. მარკიონ ხაზისის აკადემიის მუსიკა კათედრის დამფუძნებელი. მოკლედ მოხდა ძირითადი შედეგები. როგორც ვთქვით, ეს მასალა ფერასაც აკნახავთ, პირადი ჩვენი მოძიებით არის ვატიკანის მუზეუმში, ბრიტანეთის მუზეუმიდან აღებული, ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკიდან, კემბრიჯის მუზეუმიდან, კემბრიჯის უნივერსიტეტის ოქსფორდის მორგანის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკიდან და კენტის უნივერსიტეტის მუზეუმიდან. საინტერესო მასალებია, ამ ჩვენ ბევრი წარმოადგენთ ეს ყველაფერს ვერ ვთქვით, მაგრამ ვისაც დაწვრებით ექნება სურვილი ამ თემის ნახვისა გაშლისა, ხაზის აკადემიის კვლევები ასეთი ტიპის გადაცემა შვიცარეთზე, თუმცა YouTube-ზე ყველა გადაცემა დევს. ამიტომ ამის პრობლემა არ არის, რომ თქვენ ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია კარგად იცოდეთ. სანამ ჩვენ უშუალოდ მოხსენებაზე გადავართ, რამდენიმე სიტყვა მინდა გითხრათ სიახლეები და ძირითადი შედეგები არ ამ თემასთან, არამედ ვინის ერთ-ერთი ქვეყანა და ამაზე უკაცაა არსებობს გაკეთებული, აი ამ სივრცეში არის საერთოდ გაზი გავრცელებული.
შემდეგ თუმცა ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით საერთოდ ეს მასალები 1877-დან ცოტა ადრეც არის აღიშვილი ციგნები ევროპაში და რამდენიმე მასალა ფაქტობრივად საქართველოზე რომ გვენი სამშობლოა უკვე ცნობილია კულტურული ბაზის გავრცელების მიმართულებით ცნობილი იყო მეღვინე ჰარენ დეპლეის და უკან არის გამოდგენილი აღება საქართველოდან როგორც წერდება ყოველ შემთხვევაში ასევე არის უკულელები ახალიც რომელიც გვაჩვენებს რომ არგუმენტების მითის მიხედვით შეიძლებოდა საბერძნეთში მომხმარებო გასაგრძელება. საქართველო პურის ხორბლის სამშობლოა, ერთ-ერთი სამშობლო და რამდენიმე სახეობა ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებლად და კვლევები არსებობს, ამ კვლევების ავტორები აქ არიან წარმოჩენილი. აგრეთვე მოიხსენებათ, რომ 2008 წელს წარმომადგენლობის სიაში, ამ იუნესკოს წარმომადგენლობის სიაში შეტანილი იყო ქართული პოლიფონია 2003 წელს ფერში ღვინის აღების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი ეს გააკეთა ბატონმა თემურაზ ნოვა ბაზის აკადემიის წევრებთან 2016 წელს ქართული დაძაბულობის სამი წელიწადის სისტემის სოციალური კულტურა ხოლო 2018 წელს ქართული ჭიდაობა რომელიც აღიარებულია როგორც ქართულების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი. საქართველოს ისეთ ადგილას მდებარეობს, სადაც არის ცივილიზაცია და გზაჯვარედინი და აქ ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი კულტურული პროცესები მიმდინარეობდა, რომლის აღწერას ახლა მე აღარ შევუდგენთ, მაგრამ ძირითადად არის წიგნები, მეტალურგიაზე და დავუშვათ სხვა მიმართულებით ამ წიგნებში ეს მასალები შეტანილი, რაზეც ახლა მე აღარ გავაგრძელებ საუბარს. მოკლედ, ჩვენ კიდევ გამოვიყვანთ ბაზის აკადემიას შემდეგი წინადადებით არგუმენტების მითის მიხედვით ჩვენ ქართული სახელმწიფო არის 3000 წლით გამოცხადებული ან არგუმენტების მითის მიხედვით ჩვენ ვიცით რომ მედია აიეტი კიდე და ისინი ყველა არიან პერსონაჟები მითისა მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად მოგხსენებათ რომ ბერძნული წერილობითი ძეგლები თიხის ტიპიდან რომელიც 1000-მდე აღმოჩენილია სერატულ დევანს იერარქიაში და იქ უკვე ნანცად არის კონკრეტი მედია იასონი აიები და ასე შემდეგ მოცემული და ამის საფუძველზე აკადემიკოსმა თამას გამყრეცეს თავის ინიციატივით მაშინ ედუარდ შევარდნაძემ ამ დოკუმენტების მიხედვით ქართული სახელმწიფოებრება კოლხეთის სამეფოს მიხედვით არის გამოცხადებული 3000 წელი გამოგვარება 3500 უნდა იყოს თუმცა გამოგვარება 3000 წელია ჩვენი მოსაზრებით რომელიც ეხაზონად გადაგაცვლით აკრასის საქართველოში გვაქვს მონაცემები და თვითონ ტექსტი ეს არის უძველესი პროტოკოლური ენა ამერიკული ენის ერთ-ერთი განშტოება ამაზე ჩვენ აღარ ვჯეროთ მაგრამ იქ არის მოცემული ბევრი ფაქტობრივი მასალა ეთნონიმები მაგალითად არის შემდეგი ტომების მაგრონების დასახლების ადგილი სადაც კრეტაზე არის მოცემული ასე ებია კუნძული არის კუნძულ კრეტაზე იმაზე საბერძნეთში ებია პელოპონეს პელაზზე ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით ჩვენ ახლა მე ვარ დაწუნებული იმაში რომ ბერძნული წერილობის აღმოჩენებით ეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ თუ დაწუნებული სურვილი გაქვთ ამ მასალების გაცნობისა აგარი რუსეთის წიგნი ჯერკონკეთის არგონავტის სკოლაში ყველაფერი ექსპერტობა და აი ახალგაზრდა წარწერების მიხედვით ქართული სახელმწიფოებრიობა ან კონკრეტის სამეფოს მიხედვით კიდევ 1000 წელი ძვერდება იქ ჩვენ ეს ოპონენტები მაგალითად კონკრეტი აირა აიეტი სახელი აიეტის აიეტი შეიძლება იყოს მაგრამ ბეჭდები გვაქვს რომელზეც აიეტი აწერია ეს ყველაფერი შენახულია ჰერაკლეს არქეოლოგიის მუზეუმში კუნძულ კრეტაზე სახელი ოპონენტები მაგალითად კუტაიას სახელი კაროლ ფორმა ხდება კრეტაზე ლასიკი და კრეტის აღმოსავლეთ ნაწილს ეს ყველაფერი მე მგონი რომ მოგეხსენებათ და თუ დაწყვეტით სურვილი გაქვთ ამის საფუძველზე ჩვენ გამოვიყვანთ წინადადებით იგივე მეთოდი იგივე სისტემით რომ ქართული სახელმწიფოებრიობის აღება 4000 წლით აღირიცხოს და ეს ეფუძნება კოლხეთის სამეფოს საერთოდ კოლხეთის სამეფოს წარმომადგენლები აიძულეს და მისი ოჯახის წევრები ბერძნული ბრიტანეთის მიხედვით მართავენ როგორც შავიზღვისპირეთისა და ეგეოსის ზღვისპირეთის ქალაქებს ქვეყნებს
ძმა ერთი არის გეიმის მმართველი დავიისა, მეორე ძმა არის რეგულის მმართველი, რამზესის მზის ქალაქის დამფუძნებელი, ანუ რამზესის ქალაქი რა ქალაქის ჰელიოპოლისის დევიანიან კუნძულ კრეტის მმართველი გახავთ პასიფაე და კერკე მოგესწრება იტალიის რომულუსის კარიმატი დედა არის და მათი ხაება. ყოველ შემთხვევაში ეს დეტალები მე აღარ გავაგრძელებ, მითები არ არის ისეთი რამ რომ ჩვენ დაგვაგრძელეს, მითები ერთმანეთს ისტორიული პროცესის აღწერია, საფრანგეთთან განსხვავებული და საფრანგეთი მონაგონია და მითები არ არის მონაგონი, უბრალოდ გადმოცემით სიტყვიერად გადაეცემოდა თავებს და შემდეგში ბერძნებმა ყოველ შემთხვევაში პელაზიები უნდა ყოფილიყვნენ, მაგალითად ჩვენ გავანკერთ რომ პითაგორა ბერძენი კი არ არის, არამედ ბერძნული როგორც არის პელაზია, ანუ ჩვენი უძველესი წინაპარი არის. ანუ ჩვენ არ ვეცოდინებათ, ანუ ჩვენ გავკარგავთ იდენტიფიკაცია სამწასულთან და ეს ძალიან კარგად შეგვიძლია, რომ ჩვენ უნდა შევიდათ ქართლის სახელმწიფო იმ დიდ ოკეანეში, სადაც სხვადასხვა ტალღები გვირყავენ, მეხუთე და მეოთხე და ამიტომ ჩვენ ტკიცე უნდა ვიყოთ შინაგანად ძლიერად, ანუ ჩვენ უნდა იყოს კაცი აწყვეტილი იდეოლოგიურად, თეორიულად, მეცნიერულად და ასე შემდეგ. მეცნიერება 2500 წელი თუ აქვთ პითაგორასთან, სარწმუნოება 2000 წელი დაახლოებით, ანუ აქტიურად მოსწრებაში მექნება, რომ ფაზისის აკადემიის დამფუძნებელი და მისი მამა პირველი ქრისტიანები არიან, მამა პავლოსი ფილოლოგოსი არის ერთადერთი ქართველი ოთხი ადამიანი, რომელიც ბიბლიაში ახალ აღთქმაში წერება რომაელთა 15-ში, წმინდა პავლე მოიცემს მომიკითხე, ფილოლოგოსი და მისი მეუღლე იულია მეუღლეა, ამათი ვაჟიშვილი გახდა მარკიონი, სინოპის ეპისკოპოსი იყო პავლოსი, ხოლო თავად მარკიონი იყო ფაზისის ეპისკოპოსი. ესენი პირველი საუკუნის, მეორე საუკუნის ქრისტიანები არიან, პირველ საუკუნეში ანგელოზებური სულთანები და ასე შემდეგ ყველანი რომ შემოდგნენ, ამ ოჯახს უკავშირდება ისინი იცავენ ყველა იმ ქრისტიანებს, ვინც რომიდან იყო დაჟანგული, დიდარი ოჯახი იყო, მარკიონის მე ყველაფერს ვეთქვით, ის არის ერთადერთი ფილოსოფოსი სოფლიო მნიშვნელობის პეტრე იდერამდე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალი აღთქმის პარადიგმას, როგორც ახლა წარმოდგენილია ახალი აღთქმის 4 სახარება და მოციქულის წმინდა პავლესი 10 წიგნი, მე ვარაუდობ ახალ შემთხვევაში, რომ მან რედაქტირება, სხვადასხვა რედაქტირება რა თქმა უნდა გააკეთა ახალი აღთქმისა, ტექსტის ტესტამენტი, ანუ აღთქმა ანდერტმა შემოიტანა ეს ტერმინი პირველად, ის ხო პირველი რედაქტორი ოფიციალურად სოფლიო მნიშვნელობით ახალი აღთქმისა, მათ შემოგვიყვება რედაქტირება გაუკეთა ლუკას სახარებას, მე ვფიქრობ ფაზის აკადემიაში ფოთში. თუმცა ამის გამადასტურებელი დოკუმენტი ეჭვი დააქვს. ამიტომ ფაზის აკადემიის საკადემიის გარეთ ვიტყვით დეტალები ჩვენს ორივე დისერტაციაში არის, მათემატიკურ დისერტაციაში და ეკონომიკური მიმართულებით დისერტაცია არის დაკიდებული. ფაზის აკადემიის შესახებ უნდა ვესაუბროთ ახლა. ფაზის აკადემია იწოდება როგორც მუზაკა აზარი, აი ასე წერია ბერძნულ წერილობის წყაროებში და მისი დაკარგების მიხედვით პროფესორ ფერმოვარდი დაახლოებით 1900 წერია. ახლა მე უნდა თემისფეროს სიტყვი დავიწყოს ჩვენი მოხსენება. ანათემის აღება მნიშვნელოვანი არა სახელგანთქმული ადგილები, არამედ ცოდნი ადამიანები. ამას იმიტომ ამბობს, რომ აღთქმის აკადემიაში კი არ უნდა მივიღოთ განათლება, არამედ სადაც არის პროფესიონალი მეცნიერი, პროფესიონალი ოსტატი, იქ უნდა ვისაუბროთ, ამიტომ ხაზგასმით აღნიშნავდა ფაზის აკადემიის მნიშვნელობას. ჩვენ ამ ციტატას უფრო ფართოდ მივუძიებით. ჩვენ ვიცით ასერის სისტემა. თუმცა სულადობას არ ვაქცევთ, ქართველებმა ქრისტიანებმა განმარტეს ანტიკური ბერძნული სიზმრე წარმოშობს. ეხლა გადაჭარბებით თავისუფლ როგორც არის, ზოგი ისტორიკოს ასე უყვართ ამის აღნიშნა ის უყვართ, ტექსტი ასე გვაქვს მოცემული და ეს ტექსტი არის ასეთი მოცემულობით და ახლა ჩვენ ამჯერობთ ეხლა
ის მოხუცი იყო და რაღაცა სხვადასხვა რაღაც შეხედულებები ჰქონდა. თუმცა ეს გვაქვს დასავლეთ და ეს უნდა გამოვიყენოთ, როცა ჩვენ უშუალოდ ურთიერთობა გვაქვს. საქართველოში პირველი სახელგანთქმული დღეისა და საუბრის შესახებ იქნება ბერძნულ-ლათინურ წყაროების მიხედვით, როგორც ვთქვით, ახალ ხანაში ბესარი მე-6 საუკუნეში ფაზისის ახლანდელი ფლოტის მახლობლად მოქმედებდა კოლხეთის რიტორიკული სკოლა, ჩხირებში აკადემია. მე ვფიქრობ, რომ სიტყვა აკადემია თქვენ გეცოდინებათ, სიტყვა აკადემია ეს არის ადამიანის ერთობლივი სახელი, რომელმაც დიოსკურია ეს სოფლთან დაკავშირებული არის ძმებს, ძმებს თავისი დის მოტაცება ეგენესი შეატყობინა აკადემოსმა და ამის გამო ის გმირად არის გამოცხადებული ბერძნულში და იმ ადგილას, სადაც ლექციებს კითხულობდა პლატონი, მისი სახელი ერქვა აკადემოსის ბაღი. ამიტომ სიტყვა აკადემია აქედან მომდინარეობს. უმაღლესი სასწავლებელი იყო ფაზისსა და გეოგრაფიით, სადაც სწავლობდნენ ადგილობრივი კოლხები და ბიზანტიის იმპერია, ანუ აღმოსავლეთ ევროპის იმპერიიდან საგანგებოდ მოვლენილი ახალგაზრდები. საბოლოოდ ზოგადია თემისტიოსი და ამანისი ევგენიოსი ახალწელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში ფაზისის რიტორიკულ სკოლაში დაეუფლებიან ფილოსოფიასა და წერა-წერის ხელოვნებას. ისინი იყვნენ ფილოსოფიური ნაზრევები განხილული და არისტოტელის ცნობილი კომენტატორები. ბერძნული წერილობით წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ ფაზისის აკადემია, მუზაკა ხაზარი, კოლხეთის რიტორიკული სკოლა იყო პლატონის აკადემიისა და არისტოტელის მისრომის და არის უმაღლესი სასწავლებელი, როგორც ვთქვით. აქ მე ყურადღებას არ ვამახვილებ, ქვემო კომერციის წიგნები გამოჩნდა. ყველა ჩანდა. ესე იგი, ფაზის აკადემიის ესე იგი, ყველგან რასაც ვერ საუბრო, არც ერთი სიტყვა არ არის დაბადებული ჩვენგან და არც თქვენ მიიჩნევთ, რომ ეს მასალა ისე უბრალოდ არის ნათქვამი, ჩვენ ზოგჯერ Facebook-ზე ისე გარანტას მოვისმენთ, რომ საერთოდ გადაიდება ადამიანი, მაგრამ აქ ყველა წყაროა წიგნები მითითებული, ქვემოთ მე ხარ ყურადღებას არ გამომაგრებია ამ წიგნებზე, მე ვფიქრობ, რომ თქვენ მიაღწევთ ამას. ეხლა მე წავიკითხებ ყურადღებით, წავიკითხავ თემისტიოსის სიტყვას, ეს დაახლოებით 355 წელს შეიბარაული ახალ შემთხვევაში მამის გარდაცვალების დროს სიტყვა თემისტიოსს არათან ცნობილი ფილოსოფოსი იყო მამა ევგენიოსი და ფაზის აკადემიაში სწავლობდა. რიტორიკის მოძღვრებაში ეს ციტატა ყველასთვის ცნობილია, მაგრამ გამიმეორე რიტორიკის მოძღვრებაში გამიწარდა პონტოს აღმოსავლეთ განაპირას, ანუ შავი ზღვის განაპირას, ფაზისის ფოთის მახლობლად, სადაც თესალიიდან საბერძნეთიდან წამოსული აგრო დაუზიანებლად ჩავიდა. იქ სადაც ცნობილია ამაზონთა საომარი საქმეები და ასეთი ბარბაროსი და პირქუში ადგილი ერთი კაცის სივრცემ და საქმეობა მაქცია ელინურად და მუსადად აწარ, რომელიც კოლხებისა და არგენტინელების შორის დასახლებული ასწავლიდა იმას, თუ როგორ გაიწვნა ორატორულ ხელოვნებაში იქ სასწავლებლად გამგზავნა მამა ჩხირებში წერია ევგენიოსმა, მან თავადაც ფილოსოფიას იქ დაეუფლა. ეს ჩვენეული თარგმანია, თარგმანი არსებობს სხვადასხვავანია, მაგალითად არსებობს უბრალოდ პირველი თარგმანი არის სიმონ გამჩიშვილისა, გეორგი კაშიარის ეს ნახავთ ამ ტექსტებს. მიახურა მინდა გავამახვილოთ თქვენზე, რომ აი სიტყვა ბარბაროსული პირქუში ადგილი ერთი კაცის სიძვენ და საქმეობა აქცია გეიგულა და მუსადა. აი ეს არ არის პირდაპირ სიტყვა. ეს არის მისაღებ გამოწვევს დავუშვათ ხალხს წერდნენ და შტალი ასაძიში გამსწორებელმა რომ გაიგოს რომ ვის ნაშრომს ასწორებს, აი ეს ფრაზა არის ამოღებული სხვა ავტორიდან, ის ავტორი ვერ ასახებს, უბრალოდ თემისტიოსი ვერ ასახებს პირდაპირ ფაზისის აკადემიის დამფუძნებელს, იმიტომ რომ თავად ის იყო
ქრისტიანი, მაგრამ ბიზანტიის იმპერატორი ყველა ქრისტიანი იყო და თენისიოსის სიყვარში ვერ ახსენებდა მარკიო ფაზისეს, რომ მარკიო ფაზისელი თავისი ცნობილი გამოსვლის სიტყვის შემდეგ გამოცხადდა 150 წელს რედიგოსა. ორი წინადადება გქონდა მან რომში, როცა ვატიკანში, უბრალოდ რომში პირველი კრება იყო და იქ არჩევანი იყო გაკეთებული, მაგრამ მას ციდან ხვდა, რომ მეოთხე რომის პაპი გამჩნდა. და ამ გამოსვლის სიტყვაში ამბობს, რომ ღმერთს არ უნდა ჰქონდეს ეროვნება, ის არ არის ებრაელი და მეორე ამბობს, რომ ძველი ახლა და ახალი განსხვავებია. სხვა დოკუმენტიც აქვს არჩეული, თუმცა მისი წერილობით მასალა ჩვენ არ აქვს შემონახული და უწუხზე და მისი კრიტიკოსების ვატარებს ტექტონიან კართაგენის ზაშტში გვაქვს ეს ყველაფერი ცნობილია ეს. ყოველ შემთხვევაში ამიტომ ამ კასკიდები ვერ ახსენებდა თენისიოს მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ქრისტიანული ბიზანტიის იმპერატორების რჩევები იყო, მაგრამ ესეთი მინიშნება ტექსტისა გააკეთა ტექტონიანი კართაგენების წიგნის დასაწყისის მიხედვით, რომ ამით კითხვები მიუყვანო ვიზია საუბარი. არის ბერძნული ტექსტი, რომელშიც ციტატა ამოღებულია და იქ გაწითლებულია, რაზეც გვაქვს საუბარი. უпростоრად ფაზის ასახელებს და მუზათა ტაძარს. მარკიო ფაზისელი ფაზის აკადემიის დამფუძნებელი. აი ეს წინადადება მინდა მათი სახელიდან წარიგო, რომ ხშირად თავად მარკიონი ამ ციტატას იყენებდა. მათივე ნაყოფით იცნობთ, კარგი ხე კარგად ოსის ხავს, ხოლო ზუსტი ხე უვადის ნაყოფს. მათი სახელის 7-17-დან ჩვენი მრავალწლიანი საერთო სისტემური კვლევების შედეგად მოვიძიეთ ანტიკური ფაზისის ისტორიული ფილოსოფიური აკადემიის სკოლის შესახებ ისტორიული მასალები, მოახდინეთ მისი დაფუძნებისა და გამოჩენილი სწავლის რეკონსტრუქცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოჩენა ის, რომ მარკიო ფაზისელი უკვე ცნობილია, ფაზის აკადემიის პირველი დამფუძნებელი 150 წლის 15 ივლისის საოცრად ისტორიაში ზუსტი თარიღი დადგინდეს, მაგრამ ამას ერთით მოგვიანებით. გამოჩენილი აქტიური დიქტორი, ფილოსოფოსი და პედაგოგი, რომლის სახელით შემონახულია ბერძნულ ლათინურ სწავლებში. მისი სახელით იწოდება ფაზისის ისტორიული სკოლა, ზოგჯერ ნაციონალისტური მარკელოვი სკოლა, ევროპის ევროპელებზე შესამა აქ იმაში რომ მას მიაწერენ კიდევ სხვა გნოსტიკოსობას, ეს გნოსტიკოსი არ ყოფილა, მაგრამ რაღაცა გნოსტიკოსთან ჰქონდა კავშირი, მისი მოსწავლე ერთ-ერთი იყო, მისი მასწავლებელიც იყო ასეთი დაახლოებით გნოსტიკური მეცნიერების ჩამოყალიბებელი. ჩვენმა კვლევებმა გამოავლინა სხვა ღირსეული სწავლულები, რომელმაც განათლება მიიღეს ფაზისის ისტორიულ-ფილოსოფიურ აკადემიაში და მოგვიანებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს რომის იმპერიის ინტელექტუალურ ცხოვრებაში. საოცარი ის არის, რომ როცა თქვენ პირველ წარს ხელით ეხებით უერთდებით საუბრის არა ეს მაგრამ საუბრის არა, სადაც ჩვენ ხედავთ მარკიო ფაზისელი როგორ გამოიყურება. თუმცა ეს არ არის მარკიოს პირველი სახე, ეს უკვე 2023 წელს მივიდა წერილი საბჭოთა ერთ-ერთმა სინოდმა, მრავალი სინოდია მარკიო ფაზისელის ზედადად აღიარეს. ეს წარმოქმნა მარკიო ფაზისელი სოფიაში სახელგანთქმული კოლხი ფილოსოფიის თეოლოგი, პლატონის აკადემიის სწავლული, ქრისტიანი მეცნიერი იოანე მოსკოვის მოწაფე, ზენდა საფრთხე, წმინდა წერილების რედაქტორი, 119 წელს სავარაუდო ფაზისის ეპისკოპოსი, რომის პაპობის პრეზიდენტი 150 წელს, უძველესი საერთაშორისო ეკლესიისა და აკადემიის სკოლის ლიდერი და რეფორმატორი, ფაზისის აკადემიის უზედა დაშლის დამფუძნებელი. არა მარტო ფაზისის აკადემია აქვს დამფუძნებული, არამედ ფილოსოფიის შეკაჩერებ ამდენი სასწავლებელი აქვს საკუთარ ხალხში. ახლა თქვენ ხედავთ მარკიო ფაზისელის მინიატურას, რომელიც მოციქული ივანესთან ერთად
ესე იგი მუსიკული სტანდარტი დაბრძანებულდა ხელში აზრს ციგს. ერთადერთი რელიგიური პირი, რომელსაც ხელში ციგნი უჭირავს, ძველი მასალების მიხედვით ეს ინახება მეთერთმეტე საუკუნის ბიბლია, რომელიც არის ივანეს სახარების დასაწყისი, სამოს საქართველოს გაზაში ინახებოდა, შემდეგ ქალაქ გენტის უნივერსიტეტში გადაადანილი ბიბლიოთეკაში, სამშობლოს სონაკადანის განვითარებულ ბელგიაში ეს იყო ძალიან დიამხოვანი და შემიძლია რომ ვეცნობდა ადგილობრივ მეცნიერებსა და ჩვენ ერთმანეთთან გადაგმეშალა ეს ციგნი და ყველაფერს დიდებული ადამიანი ჩვენ ბოლოს ადამიანი მეორე ციგნი ეს იყო ლათინურად დაწერილი და მეორე არის ბერძნულად ივანეს სახარება დაწერილი ეს ინახება ამერიკის შეერთებულ შტატებში მორგანის მუზეუმში ჩვენ საკითხები მუშაობთ ასევე სოციალურ სფეროში და ვიკიპედიაში სურათი თქვენ შეგიძლიათ მარკიოს სინოპები აი ეს არის რეგისტრირებული ინგლისურად იქ ნახოთ ეს ფოტოსურათი ჩვენთან დადებული საერთაშორისო ეს ფოტოები მოხდა ნახოთ ჩვენი აქტიურობით გამოჩნდა ინტერნეტში არ არის ეს ასე ფაქტო ცნობილი აი ეს ციგნი მარკიონი სადაც არის მოცემული ჩვენ ამ ციგნის თუ შეიძლება არსებობ დავაკეთოთ ეს სამუშაო მარკიონი ფასისები დაახლოებით სწორობდა ახალწლეთის 85 წელს და სავალალო 160 წელს გარდაიცვალა ზოგიერთი როლს 160 წელს ამაზე გამჯერობა ჩვენ არ ვექნება თუმცა რომ მან გაიცნო იოანე ნათლისმცემელი რომელიც არის ქართველი რომელიც იოანე ნათლისმცემელის პედაგოგიურობდა ერთადერთი ყოველი კაცი მარკიონი იყო მისი მოსახლე და აქტუალ მინიატურაში ეს მოცემული დაახლოებით 98 წელს სირიაში მომსახურება დაიწყო როგორც იოანე მოციქულის მოწაფე დაახლოებით 115 წელს იგი უდოლად ეკითხა ახალწლეთის მეორე საუკუნეში მოღვაწეები წმინდა იუსტინიანე მოწამე იურისტი ტერტულიანე კართაგენელი წერდნენ რომ მარკიონი დაიბადა პონტოში ანუ შამისის სამხრეთ სანაპიროზე ზემოაღნიშნული ბერძნული ცენტრალური წყაროების მიხედვით ახალწლეთის მეორე საუკუნეში წმინდა ეპიფანე პეტროსელი წმინდა ფილასტრი უთითებდნენ რომ მარკიონი პონტოური წარმოშობის იყო და ცხოვრობდა ჰელეოპონტში ქალაქ სინოპში აი ის ციგნი ტერტულიანე კართაგენელის 5 ტომი არის მარკიონის წინააღმდეგ დაწერილი ლათინურად ეს იქნება თარგმნით გვაქვს გამოცემული არ არის ქართულენაზე თარგმანი გვაქვს გაკეთებული და აი სადაც მოიშურია ორიგინალში პირველი პარადის დასაწყისია მარკიონზე საუბარი და სწორედ ის წინადადება რომელიც აი თემისიოსმა რაც ხაზი გამოსვენ აი აქცევდა ინდექსის მიხედვით რომ მივხვდეს რომ მარკიონზე საუბარი იქვე რომის ახალწლეთის მეორე მესამე საუკუნეში ტერტულიანი კართაგენელმა აქცია რომ ბარბაროსულ და პრიფიშიო მარკიონის დაბადების ადგილი რომელიც პონტოს განაპირა მხარეში მდებარეობდა მან აქცია ადგილების ისტორიები ხელოვნური კონხური ევრიპიდეს რელიგიას შესახებ აქვს საფუძვლო რელიგიები აკასიასი ესქილეს პროფეტის ბიჯაკის ამ ტექსტში ამბობს ამაზონთა შეუდგენელი ბრძოლის ამბები და სხვა ბევრი აქვს აქცია მაგრამ ეს ისე აქვს დაწერილი რომ მარკიონი უნდა აბსოლუტურად უნდა შეურაცხოს იმიტომ რომ მარკიონის შეხედულება ვიღაცისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მაშინ და ამიტომ მარკიონი ძალიან არის ამ წიგნში დაკრიტიკებული მაგრამ ძირითადი მასალა სწორედ აქ არის იმისა რომ მარკიონი ნახოთ რომ ვინ არის მარკიონი ახალგაზრდულ ასაკში სინოპში მდიდარი ბაჭარი გემთმოებელი იყო და შემდეგ ახლა ეპისკოპოსი ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანი მოღვაწე ტერტულიანი კართაგენელმა მას უწოდა პონტოელის ფორმანი ესპაცი თავისნახვამი ბიბლიოთეკაში ისეთი ფაზებია რომ ახლა ნახოთ პირველად ვინ ასენა საერთოდ ძველ პერიოდის შემდეგ ახალ პერიოდებში მესამე საუკუნეში მაგალითად
Pedro Ustari, Paris Shagari Signevi, Apostle Samuel Ustari, Uchi de Sastes, Marchioni, Olhi Philosophosico. Ataskas Artes, Michael Kamarashvili, Marchioni, Ondoeli, Azisis, Dasavit Sakakaros Uzeles Kalakis Episcoposi Kappa, Marchion Olhideli, Pontos Episcoposi, Kappa, Robosvit, Almosiste, Philolosis, Es Masala, Tadi Kaka, Slovenia, Tadi Mutashita, Kasakakos, Samuel Kurias, Samza Iglesia, Tam, Remember Fashion, even Samuel. He sound baby, about Chris Shemina. Martin Mofideli, Azisis Episcoposi, Asos the Translator, the Missy Vajishvili, the Episcoposis Almosistea, there is a significant and Francis Kesanias, Italia, about the Texas, Latin University and Nakasa Solus, the Sanctus Asset Colhech, Ecclesias, Colhetis Ecclesias, Amosten, Colhetis Quidorni, Pontos Episcoposi, Alma, Soles Romanetia, Alma San Barbosi, Missy Vaji, Eric Cosmani. I collaborate area. Antes passamos da Excels, sobre o Messinho Solomon Malani, Terga, Colhetis Ecclesia, Chicamosta, Albi, Romantico Colhita, Pontos Episcoposi, Miss Vashta, Margion Padesha. Haptoblivad, Chemunda Sodno Sadania. Santo Parisa is from Chinese Nireba, that has related to Doria, political dynamic, that is a shape of the Sierra Sara Suprema, or the Ecuador, Sagittarisima. On the target, Sodoma, Sarsuka. Visa Zirshi Testerias, want to be Semana, Berga, Mespa Positions, Metaphor, Fair Chitera, Informatias, Sicilian, Simkice, Pena Seven Shops. I get all of the Europe, maybe a 7 shows. Clara Technological. Agma, Sakai, Germany, English, America, Europe, means very technological flows. Means very informative flows, but not who are similar to Consuelo. Artists for some of the texts. Michael Sabini said, only my doing some shopping. There will be twist from the Sabinuna, Honestaris, Negrevi, Sinoperi, Episcoposis, Almosis, Vash. Winda, Abdul Taros. What's Upleba? Shade of Abbas has a club, who are for the Arabella, is a very story that's near Unigoma. If you have finished them, Martins for Saturdays, I don't know if I system is unpunished, Gigi never had a lot of all. Now, we saw the children never had a mass. Arbitrary was from the district from Chen Arbitron. Teganos Kadelashvili, Akas Strasser, Signevi Aguilaris Nobili, US Ignorance, Kamova Kaken, Mistishvili for Margian, Episcopos Pasisisa, Kuria Samigre Roisa. Under the list. You see, I'm not so upset. Moment, I had მე ვფიქრობ რომ თქვენ ხედავთ სიგნებს და ხანდახან სუჯერა მოძრაობს ესე არის შეიძლება ამ სიგნებს მიახსენებათ არც ერთი სიტყვა ჩახასკასული უნდა თქვენო არც ერთი სიტყვა არის დამატებული და არც გამოკლებული ჩემი პროფესია მათემატიკა პოლიტიკა და Atasras Sets, we have Chanashvili Center. After the information, Santo Hanway, so change the instantaneously, developing data information, to the Fagose. I think that Chanashvili, maybe the Samuel, leaders Christian, Memory Samuel is almost one of Marconi, then what was Episcoposis Parisa. Romana science is share who knows who knows or the banks must come up who must have
ყველა საეკლესიო მოღვაწე საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელი მეთაური დასაჭერი წმინდა მღვდელმოწამე კირილ მეორე ხალის ცნობით წიგნში ეს იგი არის კიდე არ ჩასულს ალბათ კიდე არ ჩასულს არ გავადიდოთ აბა როგორ ხდება დოკუმენტებს ხედავს და ზოგადად და ის პარამეტრი და მოკლედ მოკლედ ესე იგი ციკს ქვია კულტურული როლი იბერიის როლი რუსეთის ისტორიაში ევროს ესეთი კარგად აღსანიშნავია ისეთი მასალა აქვს დაწერილი ასეთი მაქმეც და არ ერთდება ბანკში აი ეს ჩემსადა კირილ მეორეს ჩვენის უნდა აი ეს ნებას ფართოთა ახლა ადამიანებია თუ არა გადამეტებული ისეთი მასალა ეს ჩვენი არ არის მაგრამ არცერტი მასალა ისტორიკოსი შესაბამისი გარიგის სპეციალისტმა ეს უნდა აღნიშნოს სამწუხარო შესაბამისი გარიგის სპეციალისტი ახაც მიზეზების გამო ვერც ის და ეს არის მიზნიერება აი ჩვენი დიდი აკეთება მინდა გამოვხატო ფაზის ადამიანისა მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძემ ხარის ცნობილ წიგნში ეს მასალა შეიტანა და საქართველოს ეკლესიის აფუძნება კიდევ არ ჩანს აი ეკლესიის აფუძნება არის ალმოსისა და მარტონის ეკლესიის სამოციქულო ეკლესიის გამოყვია ეს ეკლესიის კენდრო მოციქულები აქ ჩამოვიდნენ ამოჯახის ხარდაჭერით. სამუშაობით საქართველოს ეკლესია, სამოციქულო ეკლესია ვერ გაიხდება, აი ეს მოციქულობა დოკუმენტში აღნიშნული. კეთილია დაკავებული მარტიოს რელიგიური მოღვაწეობა აღნიშნა და ის აკრიტიკებდა ფილოსოფია. ეს სხვადასხვა ის პირველი განათლება პარიზის აკადემიაში ჰქონდა აფრიკაში დამთავრებული მარტის. აი ეს აკადემია. პლატონიდან აიგო მარტიომა კეთილდღეობის ცნება, ის იმყოფებოდა აფრიკაში და შეისწავლა ის ადამიანური სიბნე, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ამის შეშმარება. აი ძირითადად ეს სიგნი არის აიაკაშას ნიუბერგის კონვენტია, ანტიკში არც ერთი ქართველი საეკლესიო მოღვაწე არ არის. ყოველ არაფერი. მარკენ ეთოს სიგნი ხეშ. მარკენ მედიცინა ეთისიდისე და კონცეპტი ადამიანი იყო. ნაკლებად სავარაუდო მასალა. მოკლედ ეს შემდგეს მასალა ეს არის ნევის ოქსფორდის უნივერსიტეტის ის ფაკულტეტის 1870 წელს ეს ამერიკაში გამოსული ციკში არის მიმოხილვა ფრიანად პირველი ფასაშოს პირველი საუკუნის ქრისტიანებთან 325 წლამდე ქრისტიანობის დეტალებზე რამდენიმე ამერიკაში და ინგლისში გამოცემული სამწუხაროდ ჩვენს არ გვაქვს ციგნი პირველად კონკრეტულად ჩამოვიტანენ 15 ტომია, 15 ტომია 1000 გვერდზე მეტია, სადაც ჩვენი ისტორიის მასალებია შეტანილი. მესმის რომ წვდომა არ აქვს, მაგრამ უნივერსიტეტების ხელშეკრულება, ურთიერთობები, რაღაც მემორანდუმები უნდა დაიგოს ამ უნივერსიტეტებთან და შესაბამისი წვდომა იქნება. ამ შემთხვევაში ეს პირადული მოძიებული მასალებია და აი ამ წიგნში ავტორი ამბობს, მარტინი მედიცინა ეთისიდისე და გულწრფელი ადამიანი იყო, ნაკლებად სავარაუდო მას განზრახ შეცვალა სახარება. სავარაუდო მან რომში თან ჩაიტანა ის სახარება, რომელიც პონტოს სიდოქში გამოიყენებოდა. იმ ქალაქში, სადაც ერთადერთი ცნობით მამამისი ეპისკოპოსი იყო. აი
ერთადერთი მასალა გავაგრძელებ, სადაც უშუალოდ პირველი ხელნაწერები მათ ჰქონდა. ამ ოჯახში ინახებოდა ახალი არხის პირველი ხელნაწერები. თუ ფსევდოიპოლიტესა და დორეთოსის აღებნობით, ჩემი არ არის ეს ციტატა დორეთოსის აღებნობით, სინოპის ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი იყო ფილოლოგოსი, წმინდა პავლეს მეგობარი, მოსალოდნელია რომ სინოპის ეკლესია როდესაც დაარსდა, წმინდა პავლე უზრუნავო ქრისტეს ცხოვრებისა და სწავლების შესახებ ჩანაწერთა კრებულით, მსგავსი იმისა, როგორც მან სხვა ასეული ეკლესიებს მიაწოდა. ეს კრებული უდავად შედგენილი იყო მისი მუქი თანამგზავრის ლუკას მიერ. ამგვარად ისეთი ციტატა 1864 წლიდან ავტორი დიდებულია და ამგვარად მარგინის სახარება შესაძლოა ლუკას თავდაპირველი რედაქცია იყოს, ანუ ლუკას სახარებას ესაუბარი, თუმცა არსებული საფუძვლიანი მიზეზები იმის დასაჭერებლად, რომ ლუკას სახარება მნიშვნელოვანი რედაქციული ცვლილებები განიცადა და სავარაუდოდ მეორე რედაქციაც გაიარა, რომელშიც თავად მახარობელმა არსებითი დამატებები შეიტანა. სანამ ის აღრეულად იღებდა იმ სახეს, როგორც დღეს კანონიკურ ლუკას სახარებიდან ცნობილია. მარგიანმა შეაგროვა წმინდა პავლეს მოციქულის ყველა ნაწილი. ჩვენ ვიცით 10 წელი დაახლოებით 128 წელს პირველმა შეადგინა წმინდა წერილების თხრობის სისტემა კანონიკურ სამორჩენ, რომელშიც შედიოდა ლუკას სახარება და 10 ეპისტოლე. აი ესენია ჩამოთვლილია. ეს კი ოქსფორდის უნივერსიტეტში, ერთ-ერთ მუზეუმში, ინახება მუზეუმში ლუკას სახარების ის ფრაგმენტი, რომელიც რედაქტირებულია მარგიანის მიერ. ჩვენ რამდენიმე წიგნი ვიცით, საკმაოდ ბევრი 1300-მდე წიგნია მარგიან ფაზისებზე დაწერილი, მაგრამ არც ერთ წიგნში არც მითითება იმისა, რომ ეს კაცი არის ხალხი. მხოლოდ ძეგლებში, თუ ჩვენ მეცნიერებმა არ იმუშავებს და ჩვენად ჩავედგეთ საერთაშორისო კონფერენციებზე და აღწევთ და მოხსენებთ, ეს კაცი როგორც სხვა დიდებული ღირსეული ქართველი საქართველოს ამშენებელი და დღეს ჩვენ ცოცხლები ვართ, ამ ერთეული პიროვნებების, ანუ ჩვენ ასიმილირებული რომ არა ვართ, ამ ერთეული პიროვნებების დამსახურება პეტრე იბერის, სამწუხარო რომ პეტრე იბერსაც გამსხვრევი პრობლემები საქართველოში. თეოლოგია ერთია, მაგრამ საზოგადო მოღვაწეს, არსებითი მოღვაწეს საქართველოს ისტორიის მოთხრობებში შეურაცხყოფ არ უნდა მიაყენოს ქართველ ერთს, რომ მიუხედავად ამისა, ძნელია მას უწოდოთ ქართველი მოღვაწე პეტრე იბერს აქვს და ცნობილი ქართველ აკადემიკოს ნაწილად. ეს მე არ ვიცი დამოუკიდებელი საქართველოს ქვეყანაში ხალხი ემოცია და აქ შეიტანა მოხსენებაში, ვინ უკვეთავს ასეთ რაღაცებს მე არ ვიცი. დამოუკიდებელი საქართველოს ჭირდება სხვანაირი სწორი ხედვა მეცნიერობაზე. დანარჩენი თქვენ კარგად ვიცით. ხო, მე რაზეც გეუბნებოდით, რომ ანდერძი აქტმა ტესტამენტում რომ მარგიონმა შემოიტანა, ეს ყველაფერი წიგნში არის მოცემული და გამოცემულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მაგრამ მე რასაც ვაჩვენებ ამ თემაზე აღშავს. არა უშავს. ეს ხო, არ გამოჩნდა. მოკლედ თქვენ იცით რომ რომის პაპა კლიმენტ პირველი გადმოსახეს ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსია არის ხერსონშია და მეორე ჩვენთან საქართველოს ტერიტორიაზე და ის მოღვაწეობდა საქართველოს ტერიტორიაზე პავლესთან ერთად და მარგიანის პაპასთან ერთად და ნამდვილად წარების მიხედვით ჩანს რომ თითქოს მათ აღაშენეს 70 ეკლესია გურიას სამეგრელოში. ეს არის პირველი საუკუნის ქრისტიანობა და ამის დავიწყება ჩვენ საერთოდ რასაც მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ამის მე ასე მარტივად არ შემიძლია, რომ ჩვენ სიტყვას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ავსდით ღირებულებათა სისტემას. რა არის ეს ღირებულება? აღნიშნავ 1700 წელს საქართველოს ოფიციალურ აღიარებას ქრისტიანობისას, მაგრამ ეს არ არის 2026 წელი. 1700. ანუ უნდა აღინიშნა
2009 წელს. იმიტომ ჩვენ ეროვნული წარმოების გაინტერესებს ეროვნული წარმოების და ასევე ასტრონომიული მონაცემებით, მაშინ 2009 წლის 6 ივნის უნდა მოხდარიყო გაქრისტიანება ოფიციალურად. სოციალური ეროვნული წარმოება ესე იგი 7 წელს. მე არ ისეთი მეცნიერი, რომ რაღაც პოპულიზმს აღკვე და რაღაცების შეხედულებები მქონდეს სხვანაირი. მე ვარ იმას ორიენტირებული, რაც წერია წერილობრივ წყაროებში და წერილობრივ წყაროების გამოსწორებელი მე არ ვარ. ზოგიერთ მეცნიერს ცდილობს ამის დასწორებას. მე ჩავოსწორებ ვიღაცებს, რომელიც მესამე საუკუნეში, მე-20 საუკუნეში დაწერილი. ან მე მესმის კრიტიკული ანალიზი წყაროების მიღოს და ეს აუცილებელია წერილობრივ წყაროების შეჯერება, მაგრამ იმისა, რომ თავარი აზრი დავკარგო, ეს არ შეიძლება. მოკლედ ამ წიგნში ის დეტალური მასალაა მოცემული, კიდევ გადაატრიალებ, მე გაჩვენებ ეხლა მარკიონის დოქტრინისა და სკოლის გავრცელებას რომში, მას ჰქონდა აკადემია, ჰქონდა ალექსანდრიაში, პალესტინაში, ანტიოქიაში, და ასევე ჰქონდა ირანში, კორინთოში, კრეტაში, სინონში, ფასისში. ეს კაცი არის სოფლიო მნიშვნელობის. ეთრე იბერზე არანაკლები ქართველი მოღვაწე. ნახონდა პეტრე იბერი იყო აღმოსავლეთ ესეთიშა, ესე იგი აღმოსავლეთის განმანათლებელი მეურვეობითი და ასე შემდეგ იწოდებოდა ეს მაგალითად სიტყვა. ეს კაცი არის ფუძემდებელი თანამედროვე ქრისტიანობისა. ანუ ქრისტიანული ფილოსოფიური აზროვნებისა, თანამედროვე აზროვნება. ანუ ეს არის ის პერიოდი, ჯერ არ არის ქრისტიანობა ოფიციალურად 325 ან შეიძლება 313 წელს გამოცხადებული იყო რომში ოფიციალურად ქრისტიანობა. ამას რა თქმა უნდა ჯერობაა. ეს უკვე ჩვენ აღარ დავაგზავნებთ ამაზე. ეხლა ხელოვნური ინტელექტი ძალიან ისეთი რამე არის ეს ხოდა რაც მასალები თუნდა აი ეს გააცოცა ეს ჩვენი მარკიონი ხელოვნური ინტელექტმა მე მგონი ძალიან საინტერესო პიროვნება აი მე არ გეკეთებია ისაც მონაცემები მქონდა ანუ როგორ კეთდება ანუ ჩართულ ფოტოებს რაც არის ორიგინალური მინიატიურებში და სხვა რაღაცებში და მე თვითონ საღარგენს ახლა შეიძლება ცნობილება ადამიანს აქვს და ინტერნეტს არ ეკნება ხელოვნური ინტელექტს ცნობილება მაგრამ ნუ საინტერესო ისტორია მარტო ის არ არის მეცნიერება იმისა რომ არ უნდა დავკარგოთ წასული არ დავკარგოთ ის ღირებულებებს ფასი შედარება ეკუთვნა კართაგენის წერდა არაფერი იყო ისეთი ბარბაროსული და პერუში კონტოში როგორც ის ფაქტი რომ იქ დაიბადა მარკიონი ახლა ეს ფაზა გადმოტანილია ცოტა შეცვლილად ნუ ყოველ შემთხვევაში მე ახლა მოვიყვან პლატონი წერდა სივრცისა და ჭეშმარიტის საქმეების ცოდნა გნოსტიკოსობა ამას მაგრამ ახლა მე მოვიტან რა დაწერა ქრისტიანმა რომ მიხდეს იქრელი ვინაის ეს ფაზის საკადემიის დამფუძნებელი და ვინც მარკიონის შესახებ მარკიონის წინამდე დაწერეს ტეტუნიან კართაგენის ნაშრომზე იქოს ფაქტობრივად იქნება რომ ის იგულისხმება ონტოს აღმოსავლეთ განაპირას ფაზის ფოტის მახლობა სადაც აი ესა წინადადება სადაც ასეთი ბარბაროსული და ტიფუში არის ერთი კაცის სიკვდილი და საქმეობა მაქცია აი ეს ორი სიტყვა არის კოდი იმისა რომ ჩვენ ფაქტობრივად ვიქნებით ეს კაცი მინას თუმცა ჩვენ ვიცოდით სხვა წარმოებები ვიხდით რომ ეს ასე არის ხო ეხლა ნახოთ ძვირფასებო პირველი საუკუნის წმინდა ჩვენ საერთოდ ვახსენებთ წმინდანს ეს არის წმინდა ფილოლოგოსი პირველი კოდი კაცი მე ბევრად ვხედავ Facebook-ზე 1000 სულელებს 1000 სულიჩიანი ზოგიერთები ყველაფერი ქვია
რაც არ არის ძეგლებში იმაზე ჩვენჩელობა არ შეგვიძლია, უფლება არ აქვს, რომ ინფორმაცია დავაყალბოთ. მაგრამ ის რომ წმინდა ფილოლოგოსი ანუ ალმოსი რომ პირველი საუკუნის ქრისტიანია, ჩვენ ეს არ ვიცით და ისაც წმინდანად გამოცხადებული. და არ ვიცით რომ ის არის მეგობარი წმინდა პავლესის და არ ვიცით მეგობარი არის რომ იოანეს მოციქულისა. ეს არის აგრეთვე განმარტავდა რომ თამოსიკო პომპოს ეპისკოპოსი ეს თქვით და არ გავაგრძელებ. ახლა ნახოთ სად არის შეტანილი ოფიციალურად იქ აღწერებს ეს დოკუმენტი. ანუ ოფიციალურად სად არის ეს აღწერა ის არის აღწერა გადასვლას. ტექნიკის საფარში მოხდება ჩვენ შეფასებად მე უზრუნი ვარ როცა დოკუმენტი არ ჩანს. საქმეებს არის ნიჭი რომ გამოვაყენოს ბევრ რაღაცას შეიძლება და მე დაკომენტებული ვარ დოკუმენტებს შეფიქრე. ეხლა გამოაყენე და ეს არის ის დოკუმენტი დავაჩვენე. უკან. აი ეს დავაჩვენე მაგრამ აი ეს არის აი მე უყურებია მიაქცია ეს ოფიციალური ტიპია. ანუ დაჟერილი 1613 წელს პარიზში გამოაცხადა დაგიშ მაგრამ ეს მეათე საუკუნის დოკუმენტია წიგნი ეს არის ბასი მეორის მენოლოგიონის მინიატურა და ტექნიკია სადაც ეს კაცი 1 2 3 4 აი ეს არის წმინდა პავლოსი ხედავს ვიხარი შემკობილი მეათე საუკუნის დოკუმენტი, მაგრამ გამოყენებულია ვატიკანში 1603 წელს. რუსულ ტექნიკებში შეტანილია. ბევრი მასალა. ეხლა მე მინდოდა მეთქვა. ეხლა წავიკითხა ასევე 1727-ში გამოცემულ მასალას. 1727-ში ეს არის ასევე გამოცემული იმაზე რაც თქვით ბასი მეორის დოკუმენტში, ოღონდ 1727-ის დოკუმენტი ეს არის წიგნი, საიდანაც ვკითხულობ ეხლა. ყოველივე ესენი იყვნენ, ანუ ის 5 ცნობილი ადამიანები, მოციქული 70 ოთახებთან, ჭეშტარიტად პატრობულუსი, გამოტოვება ამას აიწარდა რაც არის ფილოლოგოსთან. ბოლოს კი ფილოლოგოსი, ანუ 4 ადამიანს აღწერენ, ბოლოს კი ფილოლოგოსი, რომლის სენებასაც იგივე მოციქული ახსენებს, წმინდა ანდრიას მიერ სინოპერთა ეპისკოპოსად შეიქმნა. ანუ წმინდა ანდრია პირველწოდების ხელდასხმით არის და სინოპერი ეს პავლოსი, რომელიც იყო ყველა მოციქულთა შორის პირველად იქნა მოწოდებული. ამრიგად ამ ქალაქში ეპისკოპოსობას ასრულებდნენ მრავალი სერმონიული წამება გაუძლეს სიკლის გულისათვის, მრავალ ხასა სამიდან და ქრისტეს იზიდავდა და ამგვარად გარდაიცვალა. აი ეს არის ჩვენი პიროვნება. რაც ძეგლებში აღწერია, იმაზე ჩვენ ჯერობის უფლება არ აქვს. ის უფლება ჩვენ არ აქვს, მაგრამ ნუ რაღაცა მოსაზრებების გამოთქმა, რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, მაგრამ არ უნდა ასეთ ნამდვილს. აი, წმინდა პავლე წერს მოიკითხეთ ფილოლოგოსი იულია ნერეასი და მისი და ოლიმპასი და მათთან ერთად ყველა წმინდა. ეს რომაიტეს ძველმაში ოლიმპასი წერია სხვანაირად. წმინდა ანდრია პირველწოდებული საქართველოში ქრისტიანობის გადადების შესახებ უნდა ვსაუბროთ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ფაზის აკადემიას უკავშირდება და ფაზის. წმინდა დოქტორე კვირელის, წმინდა ეპიფანე კვირელის და კიდევ საკანტონი ვერსებიუსის ცნობების მიხედვით ახალი წელიწადის პირველი საუკუნის. ნუ ახლა 30 შეიძლება არ ვიცოდი, მაგრამ 50 ან 60 წლებში ქრისტეს მოციქულმა ეს სადავოა, ახლა ეს ისტორიკოსებმა გააღვია ზუსტად
წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ქრისტიანობა იქადაგა საქართველოში, კერძო მდინარე ფაზიში, სევასტოპოლში, აფსაროსა და სპარტიაში. აი ეს ყველაფერი პირველი ორიგინალია. თქვენ არ ხედავთ ვინმე სხვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სანამ თავად არ შევამოწმეთ და ყველაფერი არ მოვიდეთ ძველი მასალებიდან ეს ისე არ შეიძლება მისვლა. სპარტიაში არის ეს იგივე დამიშნელი, სადაც ერათა და კასმური სულ პერსონალ ისერია. კიდევ სხვა ლიტერატურაში კი შეიძლება ვიღაცა ჩვენ არ გვაქვს სომა, რა გვაქვს სომა იურბეჭუეში. თავი იგოროყო, რაინა მასალა მოიტანა. ავი იგოროყო, ხდება უკაცო. ბევრამში ხდება ჩვენ ადამიანები ვართ და ყველაფერი უნდა გახადო. ეს არ შეიძლება. თავი იგოროყას ეცებრები წარო ყველა ბოტანიკი აქვს. ახლა მარკერთან დაკავშირებით არ მაგრამ ქრისტიანობის გასწავლების შესახებ მას აქვს რა თქვა. წელიწადები ჯერობა. ეხლა ყველაფერს უმოხოთ ადამიანებს, ყველა რა ვერიფიცირება სრულყოფილი თავის საკითხებში, იმიტომ რომ მეცნიერებაში მოდის ეს ადამიანური შეცდომები. ეხლა კიდევ მე ბევრი რატომ უნდა იცხოვროს საქართველოს აწმოჩნო? აი კიდე ესეც არის ეს ადამიანებმა რომ აწმო რა მნიშვნელობითაა მომავალისთვის. მე ამ შემთხვევაში კი ფარგნა ეს სიტყვა ილია ჭავჭავაძემ სხვანაირად, მაგრამ მე ილია ჭავჭავაძეს არ ვუსწორებ ამ სიტყვებს, მაგრამ მე ვერაცები, რაც უწერია ლაიბნის პირველად რა გამოხმა გააკეთა ფრანგულად, ასე არის დაწერილი და ეს უნდა წარმოვიდგო ილია ჭავჭავაძის სიცით და არ წარმოვიდგო ფრაზას. აწმო მომავლის მშობელია, მომავლის ამოცნობა შესაძლებელია წარსულში. აი ეს არის მეცნიერება. ლაიბნიცი მოგეცემა გამხელა ცნობილი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და კიდევ ახლებებით პირველად მან შეისწავლა ქართული ენა 1696 წელს დამოუკიდებელი ქართული ენის შედარებითი ლინგვისტიკაზე წერს და ლინგვისტიკა როგორც შედარებითი ლინგვისტიკა მან შემოიტანა პირველად ეს ცნება. მე მგონი გაიცემა ის პეტერბურგში ჩადიოდა და ალბათ ქართველი სწავლულს ხდებოდა, მე ვფიქრობ ბაგრატიონის ხდებოდა პეტრე ბაგრატიონის არის ეს კონკრეტულად მიიღონა პეტრე მეფე რომელიც იყო იმპერატორი რუსეთისა და როგორც ასე მასთან ჯგუფში იყო ქართველები და ეყობა იქიდან ეცოდა ქართველებასთან დაკავშირებით. ქალაქ ფოთი გახსენებია სირიათა შორის არსებულ ერთ მნიშვნელოვან განმავლობაში. მე ძვირფასება ბოდიშს თვითონ დიდხანს გავაკეთე საუბარი, მაგრამ მეორე შემთხვევა გვეძლევა ამის საშუალება, რომ თქვენ ახლა ეს გითხართ, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ისტორიისთვის. კიდე არ გადადის. კიდევ არ გადადის. შეიძლება რომ ასე არ გამოვა. ამ წყაროში, ამ წერილობის წყაროში შინაარსებთ. ესე იგი, ნიკომარი მარიგოსე, ებრძოდნენ ინსტიტუტის ხელმძღვანელს მეყობა, ყოველ შემთხვევაში პეტერბურგში იყო ნაწილი შენახული და ნაწილი პარიზში. პეტერბურგის ადრე ნახება პარიზის მოგვიანებით სანამ არ შევაჯერე მეც ვერ გავიგები და ეს ვიყოდი შემდეგ წინარეთებს. ამ წმინდა მიხეილ ასურელი წიგნი გამოცემულია ფრანგულად პირველად. ამ წიგნებში ის მასალა, რომელსაც მე ხა გეუბნები, არ არის. და რა? ვიღაცა ორიგინალი, რომელიც ინახებოდა სირიაში ამოხსნა. მეოთხე საუკუნეში. და ეს ამოხსნილი ფუძელი სულ შემდგომით ვიპოვეთ პარიზში, სხვა წიგნში იყო ჩაგერებული ძველი წიგნში. ძველი წიგნში ეკონომიკის სომხური. ისე სტატისტიკები იყო მეტყვი, მაგრამ არ არის. მოკლედ, მიხეილ ასურელის ქრონიკებში არის ერთი უჩვეულო მოსემა, რომელიც თვალს უკავშირდება. სომხური ენაში არის ეს არგუმენტი, ის მასალა, რომელსაც ხელი დუღუნებით მუშაობდა ნიკომარი და მარიგოსე და ვერა აღმოვაჩინეთ, რომ ამას ამბობს. არ გადადის კაზაკომაია. ანუ ეს ისტორიკოსების ცნობილია,
გიორგი მელიქიშვილის ხეებს ყველას აქვს მოთებული ეს ციტატა, მაგრამ აი ვუყურეთ რომ ჩვენ გვაინტერესებს. არა უბრალოდ ფაქტებია პროფესიונალი ტოპონიმიზაცია საუბარია. სოფო ქენაკეში ამიტომ გამოხატული ასეული ტექსტიდან გამოხატული არის შემდეგი სოფური ტექსტია, რომლის ფრაგმენტს ისევ ინფორმაცია ეს წიგნში აიწვევდი ის ხალხური გამოცემა, სადაც ეს არის შეტანილი, წმინდა ეთემი ამბობს, რომ მეოლასმა, ლასმა, უფლისამოსის თავისი წიგნი მიიტანა თავის ქალაქ ხუთში ან ხოთში. ეგერსის დედაქალაქში. გვინდა აიგონა ეს წიგნი. არ ვიცი ვინ იყო ეს ასისტანტი და ბიბლიის მიხედვით საერთოდ ბიბლიის კვარტი იმ ციტატაში არ დაყოფდა ის არ დახელდა არამედ ერთ-ერთ ასისტანტს აი ეს ასისტანტი იყო ლაზი ლონგინოს კასნელი რომელიც იყო ლაზი ცხოვრობდა ჩვენი ვარაუდი ცექაში სოფელ კარსანში ამიტომ კარსელი შეიძლება იყოს მაგრამ ამისი მე ისტორიულად მომავალ ის ვარაუდია, თუმცა მეგობრები რომ ეს კაცი იყო სამხედრობელი, ონდორე პილატე წარმოშობილად ალბათ არის იყო, მის ჯარისკაცებში ეთქობა გაზები იყო ბევრი და ეს კაცი იყო ასისტანტი თვითონ ერგო. და პირველი წმინდანა და ეს ლონგინოს სამხედრო ყველა ვიცით რომ ლონგინოს იარისკაცი. და ეს ხარო ალტერნატიული სამყაროს. ხო, ებრაელებისაც მე არ ვიდეო, მაგრამ მასალები ებრაელი ჩემ სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში. მაგრამ ჩვენ წერილობით წყაროები, სხვადასხვა ვარიანტი თუ წერილობით წყაროების შეჯერებაზე საუბარი, ყველა ვარიანტი უნდა იყოს წარმოდგენილი. ერთ რიცხვით მეორეს აღარ გამოაჩენს. ეს არის ისტორიული მეცნიერების ზუსტი კვლევა. ნუ ყოველ შემთხვევაში ეხლა მე იმას არ წავიკითხავ, როგორ არის ბიბლიაში ის ციტატა, ის ერგო, გავაგზავნოთ გადმოება, ეს მეგონი აღარ ჩანს, შემდეგ ნახოთ. ეს არის მარიბროსე და ნიკომან ფაქტობრივად იმდენად მოგახო მარიბროსეს სომხური ტექსტის ხარმონიზოს დაკონდააყენოთ სტუდენტებს უკან დააყენოთ შესაძლოა დაუშვათ ხარმონში აი ანტექსში ну ეს კამპუტერია ფოთის ნახევარია ქუთაისი ამ სომხურად გრაფიკულად ქდა ერთ მოხაზულებსა და შეიძლება კომპიუტერი არ დაისურვებია ასეულები მაგალითად საქართველოს ისტორიაში ვინმე ეგრევან ქუთაისიდან ოფის პარტი ჩამოიტანა თავის დედაქალაქ ხოთში იბაში რეგისტრაცია ну ყოველშაბათი ასე არის ეხლა შემდეგ ვაჩვენო ეს ფენი ჯეროდი საკითხი არ არის ეს უკვე ფრანგული თარგმანია ქიანი გამოცემა არის საქართველოს ისტორიისა და წერია ქრისტიანებისა წმინდა ლონგინოსი რომელიც ებრაელად არის ჩნეული ამ წერილობის არობის მიხედვით ის არის წარმოშობილი ჩვენი ეს ნიკომანის სიკში სომხური ტექსტი ქართული ისა რუსული თარგმანი კიდევ ერთი რაც ის მოსახლეობა შეიძლება სწორი იყოს თუ კასტელს დაუჭერთ კასტელი ამბობს ხობის განკუთვნილი ეკლესიის სურათი რომელში ლამაზად მოსული თავისთვის შემონახულია საკაფანებელი ჩვენი მუქისა და ღვთის დედის ხალხური მარიამის კვართი ეს იგი რელიკვიები შესაძლებელია ძლებია ამიტომ ისე უნდა შემოგვიყვანოს ერთ თასი მე არ ვიცი ეცარიცი ალბათ ეს სწორია თუ არასწორია ну ასე უჯეროს ეს კაცი თუ ის არ სწორია მაშინ ასე უნდა მოხდეს ორი შემთხვევაში ამას დავანებო თავი ეს შესწავლის საგანია მაგრამ აზრში ეპისკოპოსები ჩვენ შემდეგში სწავლდა მაგალითად 650 წელს ცნობილი ისტორიკოსებისთვის კირიო თაზისელი ეს ცნობილი მოღვაწე იყო მაშინ იუდეში სახელმწიფო
საგაიცნობიერებს. კავკასიელი კაცი იწოდებოდა. ახალი აღმოსავლეთის ერთ-ერთი გამოჩენის საინტერესო სახელმწიფო მოღვაწე თეოლოგი ხაზისის ეპისკოპოსი და ალექსანდრიის პატრიარქი და ეგვიპტის პოლიტიკური გამგებელი პრეფექტი გავაგრძელოთ ან ხაზის ეპისკოპოსი მაგდა ეგვიპტის განმავლობაში ან წვედა არ არის არის განჩენებელია შემდეგ აღდა თეოდორე ხაზისელი ეპისკოპოსი რომელიც 699-699 წელს ტულის საეკლესიო კრების კანონების დოკუმენტებში შემოაჩერა სხვათა შორის ცნობილი ქართველ ისტორიკოსს შეესაბა კრებაზე არის და უკან არის აი დოკუმენტში აი ანატოლას წერია ისტორიკოსი რომელიც ამ წერილს აღნიშნავს ამუშავებს ორიგინალურ სანადებს ის თემჯერში შესაძლოა ჩვენანი უშუალოდ მაგრამ წერილი ხალხი პირველი დაიყოს მოგონარი ისე რომ ფაზისელი ეპისკოპოსი 750 წლის ნიკეის მეორე საერთაშორისო აი დოკუმენტი რომელიც ეწერა ორენაზე ბერძნულ ლათინურში შემდეგება აი ხაზისის აკადემიის ნიშნულობა ეს არის ხაზისის ეპისკოპოსის ნიშნულობა ან პირველი ქრისტიანული საფუძვლები აქედან იწყება თუ არ გადავხარ შემდეგს მე ვეღარ გავაგრძელებ საუბარს ხაზისის აკადემიის სამულებები მინდა ითხრა ენარიან გასმოვიდა სავარაუდო სია სანამ გადავართ გვაქვს უფლება ხაზისის აკადემიის შემოგვიციდება ჩვენი აკვარის საქართველო ჩვენი ძველი საქართველო ეს ჩვენ შემოგვიერთდა დიას სიტყვებია ამ ისტორიის გამოყენების უფლება ბევრი თეორიის სწავლების მიხედვით ცნობილია რომ არაჩვენებს ხელოვნებდა ეს უკვე თვით პლატონის აკადემია და ყველაფერი არადაუბრუნდები ეს ხო მეციგდები და რაჩვენ ხელოვნებდა რაზეც ლაბარაკობ ეხლა მასალა მეზენიში ნიკოლო უკან დაბრუნდა სექსიმონავჩიშვილი ნიკოლოს კანდიდატი ქართული ჩემებურება ირენში უნდა ჩნო შარლი სულიცის ქართული ფილოსოფიის ისტორია აი აქედან მეორე დასავლეთი ჩვენ გვაქვს ამოღებული გავაგრძელოთ ევგენიოს არა პირველი დამფუძნებელი არის ხაზის აკადემიისა მარკენ ხაზისელი ევგენიოს შტერია არის წმინდა ბასილი უფროსი ონლაინ იურისტი ჯერედული გასაგები მოსაცება ქართულ ენაზე შემოგვიყვება რომ ეს კაცი ქართული წარმოშობისაა ორი ისტორიკოსი და ასე ფილოლოგებს ამოჯახიდან ცხრაწმინდანი გამოვიდა თემისტიოსი ეს უკვე ვიცით ბაკური ბერი იუანი ლასი ედრეიბერი მოხდა ედრეიბერი და იუანი ლასი არის მისი მასწავლებელი ამიტომ შაბათოწუბიძე მანძილიაში ჩაწერა ფარდაზი აი ეს სავარაუდოა ეს ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები საქართველოს მაშინ პროფესიის ორიენტირდა საუბარი ამას აღარ ეს მონიტორი უკეთეს არის იოანი ლაზი და ჯერადი იყო ედრეიბერი მურმანოსი თუ არ გაჩვენე გარდამავალ არა შეიძლება ხო აი რატომ უნდა გაჩვენო აი მინდა პეტრე ქართველი ამოიღებული იოანი ლაზი მათი მონასტერია შენებული იერუსალიმში თანახოს და პირველი თეოლოგიური ძეგლი ამ მონასტერში ეს მონასტერი არის ცნობილი ლასკა მონასტერი აბსოლუტურად შაბათოწუბიძე ყოველ შემთხვევაში თეოლოგიური ძეგლები აქ არის მოწეული ეს დაკარგულია ეს იყო ერთ-ერთი ძველი ებრაელის გამოცემულ წიგნში ჩვენ ახლა ეს კარტები ორგონა გააკეთა ახლა ამაზე ვჯერო ტექსტი არის და ამაში არის ედრეიბერი მურმანის ნახსენები ახლა დავაგრძელებ ამ ტექსტზე საუბარს შემდეგი აი ვირჯინიო კორტეს კარტებია ვირჯინიო საინტერესო პირი იყო ასე არქეოლოგი აი მისი წიგნი ქართულად ვიზუალიზირებული და კიდევ სხვა სადაც შეიძლება ახაც სხვადასხვა მოსაზრებები უკეთესი კიდევ ნახო. ხო, აი სადა ფაქტაზის ჯერობაზე აღარ ვჯერო, ეს უკვე დოკუმენტურად შეტანილია, მათი წერილობითი გამოყენებულია ბერძნულად, დიდი ხნის წინ, შემდეგში პოლონეთში გამოცემულია, ჩვენ ქართულად ამის თარგმანი გვაქვს, მაგრამ არ არის წიგნი.
დარეშილი გუბაზის საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის წარმომადგენელი კოლხეთის რეგრესის მეფე სიყვარული შეტანილი კონცექში ეს უნდა ისწავლებოდეს სკოლებში მე არ ვიცი რა ისწავლება სკოლებში აღიარებულები აქვს მაგრამ კიდევ მინდა ითხრა მე მე არ მაქვს უფლება რაღაც მოსაზრება კიდევ არ გითხრათ ფაზის აკადემიის სწავლულად მიჩნევს რუდოლფ შტაინერი ყოველ შემთხვევაში ისეც რომ მე-12 მეცნიერების სწავლებში მე არ ვიცი ფაზის აკადემია არსებობდა თუ არა მაგრამ ის ასე ამბობს რომ ფაზის ესე იგი კოლხეთის სკოლა არსებობდა დაუჯეროთ თუ არა იქეცეს რომ ამ სკოლის მოსწავლე იტალიის ბერი წმინდა ფარსზე ასიზები ეს მოთხოვა სკოლის ისერიის სწავლების მეთოდებისა თუმცა ან ფარსის ასიზების სკოლაში სწავლობდნენ ზგავსი რამ ასად არწერია რუდოლშტაინერს უწერია და გავაკეთოთ ფაზის აკადემიის სწავლების როლის შესახებ აი ჰაკუნები ამის ასეთი მნიშვნელობით თვითონ ჯერხანა გადავაკეთე ეს უნდა თქვა არისტოტელეს გონების განათლება გულის განათლების გარეშე საერთოდ არ არის განათლება ახლა არისტოტელეს თუ არ დავუჯერებთ არ ვიცი მაშინ გიას დავუჯერებთ ხო ახლა ზეთარების ეს 50 ცნობილი პროცესი იყო საქართველოს კოლხეთის ორიენტირზე არის განსაზღვრება დასავლეთი იქნებოდა ბიზანტია თუ ირანი ეს ყველაფერი თქვენ კარგად იცით დიდი ომი ფილმის გადაიღება და გამენაცოლია მე არ არის კონსულტანტი ხარცარებელი არ ვიქია ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერს აკეთებენ ისე რაღაცა რომ ვინც არ იცის იმას კი არ ეკითხებიან სხვასეულებია ხო და ნუ ფილმი მე არ მომეწონა იმიტომ ბევრი რაღაცა არ არის შეტანი გასმენი ციწერული ხარვანდა ის შეტანი იყოს საერთოდ საქართველოს პირველი არქია უნდა მუშაობდეს ისე როგორც კვალიფიციური მეცნიერები ხარჯებდა მას აიკეთებს. ხო, მე არ ვიცი ის სიტყვებით გამოდიოდა გუბაზე, მე ვიცი რაც არის არ დაწერილი. არც ის სიტყვა იქიდან იქ არ იყო მოხდები. არ აცდეთ ეს მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ნუ შემოქმედოთ რაღაც ბუნდოვნა და ამით ჩვენ ძირს უთხრით ჩვენს ისტორიას. იმიტომ ხალხთა შენებული ისტორია, ანუ საძირკველი ხარა თუ არა ის აი გოჯის სამგოჯის გაპარიმთა ეს ვისაც უკან აქვს აშენებული სახლი გერმოჯის და შეუბერავს და გაამბობს აი რა ჩვენი სახლი აი ეს ტემპოვის ხარები გეოგრაფიაში თუ ხარ ბეზონზე და ხარ ყოველში სიმონაუჩის სკოლის პირველში ეს ყველაფერი იცი და იქიდან უნდა იყოს აღებული აი ეს არის დიდი ომი ეგრესის აი არის საფლა ნოქალაკები ან ხოთი ნოქალაკები იყო ძირითადად ის მნიშვნელოვანი თუ ამას აიგებდა ირანი დამთავრდებოდა შამსვარცის საბარდონი და მეორე ესე რაღაცა პერიოდში ჩელი ვარაუდი ფაშოს დამთავრდება ბიზანტიას აი ეს ახლა და დავაბრუნოთ ხალხო იუსტინიან პირველმა პრეზენტაცია უნდა მასაკენო მარკე რომ მიხვდე გამოყვება შენ პოლიტიკურ ხერხებს ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი მას ჰქონდა სიკვირა თანხმობა თან და უპატრონოს რაღაცა დაეთანხმა რეალობა იმ ორ საკითხს რომ კუბას მეორდება მე ამაზე ვუჭერე მაგრამ მან პრაქტიკულად იმჩერა თუ დაეცემოდა ფაზისი და ნოქალაკები ის აგერდა ყველაფერს ამიტომ დაათანხმდა წაფე მეორის ამ ციკში ეს ყველაფერი წერია ახლა მე აღარ ვუჭერე მაგრამ აგათია სკოლასის ციკლის ყველანაირი ანალიზი ეს ხალხო უნდა იყოს და ვინჯერო ყველა შემდეგში მოკლედ ამ ციკში ისევია რომ დაეთანხმა ბიზანტიის იმპერატორი წაფე მეორის რომელიც ჯერ არ არის მეფე და ამ სიტყვას რომ სასამართლო გამართულიყო აი და გაიმართა ამ სასამართლოს გადაწყვეტილება ორ საკითხს თავი მოკეთებს და თავარსადანი გადაასახა იუსტინე პირველი ამით შემოიდგა მთელი პრობლემები ბევრი იყო ირანი არაბეთთან ყველაფერი შემოდიოდა მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არის ფაზისის აკადემიის ფანტაზისა და აი ის ჯერობა აი ეს უნდა ორიენტირი ირანსა და
ხალხას დასავლეთისა, ეხლა არის ჩვენი ორიენტირები, ახალგაზრდა გადაწყვეტებას მიიღებისა მოქმედებს აკაცებს. უგონ შემთხვევაში განიზრახი გასაკეთების შემდეგ, ახლა ყველაფერი ლაპარაკობს ძველს, მაგრამ ახლა ახალ ფაზის საგადების ორი სიტყვა მაინც თქვა დაშენება. მოკლედ ახლა გამოსვლა ეს არგუმენტა ჩვენ ფაზის აკადემიის გებაგრა რაც მოწევს წყაროში რადგანაც არგუმენტები ახსენა თემის სიოსმა ჩვენ უფლება არ გვაქვს რომ საწყის საკითხს ეს საერთოდ რამდენი ქალაქის სიმბოლოა პოლიტიკის კაისის და სულიდის ძალიან გამიჩნდა სულიდის სიმბოლოა პარტია ამიტომ ჩვენ ვისაცავთ სიმბოლო იმ ქალაქში უნდა გაინარჩუნონ როლები ფაქტობრივად ფაზის აკადემიის და თანამშრომლობის. ჩვენი ლოგო არის უფალი ჩემი სინათლეა, ან ჩვენ ფაქტობრივად ქრისტიანული საფუძვლები გვაქვს აკადემიისა და ჩვენ ამსახურებით განაცხადებს. ამიტომ ეს ლოზუნგი კარგად არის, მე მგონი შეხამებული. ფაზის აკადემია გენული ორგანიზაციის წესად დამასწრებით, მაგრამ შემდეგ დარჩას ხო. ენა ჩემი აზრით ის საკუთარია და მას მოლაჭირდება თუ ქრისტიანობა ის მოვალეობა ენას მიოცებამდე მოგედა ჩემი აზრით უგალოდ მეცა ჩვენსა უგალოდ მეუფესა ჩვენსა უგალოდ რამე თუ მეუფე არის ყოვლისა ვებ არის მე უგალოდ პასუხი მე მეცნიერები ჯერა ხო აკელშებინა უფალი ჩემი სინათლეა და ხსნა უფალი ჩემი სიცოცხლის ბურჯია ეს უძველესი მოწოდება რომელიც ჩვენ ფაზის აკადემიის ძეგლზე დავიჭირეთ არ არის მხოლოდ რელიგიური ჰიმნი არამედ ქართული სამეცნიერო აზროვნების ღრმა ფილოსოფიური მანიფესტია აქ მეცნიერება გულისხმობს არაუბრალოდ ცოდნას არამედ გონების ჰარმონიას სულის წინესა და ჭეშმარიტებისა თავდადებას საუბრობს ავტორი მეუბნება რომ ღმერთისადმი თაყვანისება არ უნდა შემოიტანოს მხოლოდ ლოცვითა და საგალობლით არამედ ის განხორციელდეს ინტელექტის მაღალი ფენომენი მეცნიერება რომელიც თავისი აზრით ერთგვარად ლოცვის უმაღლესი ფორმა ეს სიტყვები ახალშემოწმებია ფაზის აკადემიის ტრადიციაში სიტყვების განსაკუთრებულ სიღრმეს მეცნიერება აქ არის ლიტურგია სიტყვა ხაერო ხალხის საქმეს ნიშნავს საზოგადოებრივ სახურებას შემდეგი კვლევა სამყაროს შემოქმედის ყვარზე მიგებნება ყვარის მიყოლა ნიშნების გაშიფრვა აღმოჩენა იმ სიუჟეტის გამოყენა რომელიც მეთქად ზეთა და გონიერ დაუმალა ყოველი ეს ყვართან დაუცხადა ამიტომ ჩვენ ყოველი შრომით აზრთა და აღმოჩენით ხდება იმის აღიარება რომ უფალი ჩემი სინათლეა ჩემი ხსნა და სიცოცხლის ბურჯია მე მეცნიერება ასე მისმის მე ვარ პრაქტიკული მეცნიერი მაგრამ მეცნიერება არ წარმოვიდგენია